ჰეპატიტების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს. ყოველწლიურად 28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ. ამ მიზნით თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ჰეპატიტების მსოფლიო დღე ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა. ჰეპატიტის ელიმინაციისთვის გაწეული სამუშაოების გამო ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა პროგრამის მონაწილედ საქართველოს წარმოადგინა როგორც მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. 2015 წელს საქართველომ წარმოიწყო პროგრამა ქვეყანაში ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით. პროგრამის ფარგლებში 40,000-მა პაციენტმა იმკურნალა და მათი 95% სრულად განიკურნა. კონფერენციას ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩი საქართველოში ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის დირექტორი და ექსპერტები ესწრებოდნენ. Ეხლა მორგი კონფერენცია, რომელსაც რამოდენიმე ფუნქცია აქვს. პირველი ის, რომ ერთგვარი ეტაპობრივი შეფასება მოხდეს საქართველოში მიმდინარე ჰეპატიტის აღმოფხრის პროექტთან. მეორე, რომ ეს პროექტი საკუთრივ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისათვის, რადგანაც ეს მრავალი ქვეყნის ინტერესის სფეროა და დღეს სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები. მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მიმართო მოსახლეობას, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და ჩაიტაროთ მარტივის ეგრეთ წოდებული სკრინინგული კვლევა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს მოწვეული ვიყავი ამ ღონისძიებაზე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მოგეხსენებათ აღინიშნება ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე. მე ვიტყოდი, რომ ამერიკული პროგრამებიდან რაც ხორციელდება საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს პროგრამა, რომელსაც აქვს უდიდესი დადებითი ზეგავლენა ადამიანთა სიცოცხლეზე, ადამიანთა ცხოვრებაზე. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ისევე როგორც დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან ერთად ხდება ზუსტად ამ პროგრამის განხორციელება, რომელიც მიმართულია 10,000-ობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. საქართველო ამ საქმეში ნამდვილად არის ლიდერი და პირველი ქვეყანა, სადაც მოხდა სრული აღმოფხვრა აღნიშნული დაავადების. აქ არიან ასევე სხვა წარმომადგენლებიც, ვისთანაც ხდება გამოცდილების გაზიარება ამ პროგრამასთან დაკავშირებით.